უცნაური გრძნობა მაქვს. ამიერიდან დღიური უნდა ვწერო და უცნაური არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღემდე არაფერი დამიწერია. მე მგონია, მომავალში არც მე და არც სხვას არ დაგვაინტერესებს 13 წლის მოსწავლე გოგონას გულწრფელი აღსარება. ასე იწყებს 1942 წლის 20 ივნის ანე ფრანკი დღეს უკვე ყველასათვის ცნობილი დღიურის წერას. 1947 წლის 25 ივნის კი მამამისმა უკვე გარდაცვლილი ქალიშვილის დღიური გამოაქვეყნა. ანელის მარი ფრანკი 1929 წლის 12 ივნის დაიბადა გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, კომერსანტ ოტო ფრანკის ებრაულ ოჯახში. ისინი თავიდან გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა ებრაელთა დევნის გამო ჰოლანდიას შეაფარეს თავი. თუმცა აქაც დაიწყეს ებრაელთა შევიწროება, როცა უფროს ქალიშვილს, მარგოს, გესტაპოდან უწყება მოუვიდა. ოჯახი ფირმის შენობაში, მოწყობილ სამალავში გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ვან დაამების ოჯახი თავისი ვაჟიშვილით, პიტერით აფარებდა თავს. მალე მათ სტომატოლოგი დიუსელი შემოუერთდათ. საარსებოდ მათ ფარულად მეგობრები ეხმარებოდნენ. თავშესაფრის ამბებს ანე დღიურს ანდობდა. წარმოსახვით მეგობარს დღიურის ლირიკულ პერსონაჟს კიტი უწოდა პირობითად. დღიურის ისტორია კი ასეთია. ის მამამ აჩუქა ქალიშვილს მე-13 დაბადების დღეზე. პატარა ვარდისფერი წიგნაკია, რომელიც ერთდროულად ინახავს მეორე მსოფლიო ომის ანარეკლებს, ოჯახურ ტრადიციებსა და სიხარულს, გარდატეხის ასაკის სირთულეებსა თუ პირველი სიყვარულის სინაზეს, თავისუფლების მონატრებასა და სიცოცხლის წყურვილს. ყოველივე ამის გამო ახლაც არ კარგავს აქტუალურობას, მსოფლიოს ბესტსელერთა შორის ლიდერია. 1944 წლის აგვისტოში გერმანიის სამხედრო პოლიციის მიერ სამალავის აღმოჩენისას 8 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის ანე ფრანკიც. ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაანაწილეს. სამალავის ჩხრეკისას ყურადღება არავის მიუქცევია ერთი ჩვეულებრივი რვეულისთვის, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიო აალაპარაკა. ანი სტანდარტული ებრაელი არ იყო, ოცნებობდა ჰოლივუდში წასვლასა და მსახიობობაზე, სურდა მწერალი გამოსულიყო. ნაცისტური გერმანიის ოკუპაციისას ბევრმა ადამიანმა ევროპაში დღიურების წერა დაიწყო, საკუთარი ხმის გასაჟღერებლად. ანიც ასე ებრძოდა მარტოობასა და იზოლაციას. ბოლოს მათი გამოქვეყნებაც გადაწყვიტა, შეასწორა და ტექსტი ლიტერატურულ ნაწარმოებად აქცია. ამომწურავად შეიძლება ისაუბრო ფრანკის დღიურზე, თუმცა აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც მკაფიოდ იკვეთება. თავშესაფარში გამოკეტილმა ანემ რადიოდან თუ დამხმარე ადამიანების საშუალებით კარგად იცის, რა ხდება ჰოლანდიისა და გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში. იგი გულისკივლით აღწერს დაპატიმრებული ებრაელების აუტანელ ყოფას, განიცდის მათ ხვედრს, რადგან მათ სიკვდილის იგივე გაზის კამერებში მიერეკებიან. მსოფლიოში არ არსებობს უფრო დიდი მტრობა, რომელიც არსებობს გერმანელებსა და ებრაელებს შორის. როცა ნაცისტები ჰოლანდიას ბომბავდნენ, გულგახეთქილი ანი მამის საწოლში იმალება, მაგრამ სწამს, რომ ოდესმე ამასაც მოეღება ბოლო, უკიდურესად ნირვებაშლილი ცას შეხურებს. ხედავ, როგორ იქცევა სამყარო თანდათან უდაბნოდ. სულ ახლოს მესმის ქარიშხლის გრიალი და ჭიქაქუხილი, რომელსაც შეუძლია მოგსბოს, უცნობ მილიონობით ადამიანის ტანჯვას და მაინც, როცა ცას შევყურებ, ფიქრობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შემოbrunდება. სისასტიკესა და დაუნდობლობას ბოლო მოეღება. იყო ის განცდა, რაც ანეს მოჯადოებულ წრეში აძლებინებდა. იგი მონდომებით კითხულობდა ყველაფერს, იმ წიგნებს, რომლებიც გარედან შემოჰქონდათ. სწავლობდა ფრანგულს, ინგლისურს, ისტორიას, ბერძნულ-რომაულ მითოლოგიას, კინოისტორიას, სტენოგრაფიას. გარეთ ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ, რას ნიშნავს წიგნი თავშესაფრელებისთვის. კითხვა, მეცადინეობა და რადიო. მხოლოდ ამით ცოცხლად. სადიდო წიგნების კითხვის ნება რომ დართეს, ვერ მალავს აღტაცებას და მეტისმეტად ბედნიერია. მისი განუზომელი შინაგანი თავისუფლებაც ხომ წიგნებიდან მიღებული სულიერი საზრდოს ნაყოფია. ის თემა, რომელსაც უდიდეს ადგილს უთმობს გოგონა თავის ნაწერებში. მამა ანეს საუკეთესო მეგობარი ყოფილა. მას სიყვარულით პიმს ეძახის. როცა ქალიშვილს მეზობელი თავშესაფრელი პიტერ ვან დაამი შეუყვარდა, მამას წერილი მისწერა. უკვე დიდი ვარ.
არ ჩაერიოთო ჩვენს ურთიერთობაში, გაწონასწორებულსა და სამართლიან მამას უტირია ამ წერილზე, რასაც გოგონა შემდეგ განიცდის კიდეც. შედარებით განსხვავებული, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, ვერ ეგუებოდა მის ირონიულ შენიშვნებს. ეგონა, რომ ვერ უგებდა დედას სხვისი შვილების ბედი აინტერესებს. მე როგორ ვიტანჯები, ის კი არაო, სწერს ერთგან იგი. ანემ თანდათან გააცნობიერა, რომ თავადაც უნდა შეეცვალა მშობლებთან დამოკიდებულება, რაც საკუთარ თავზე მუშაობით ნელ-ნელა გამოასწორა ბოლოსკენ. ოტო მიცოდა ანის დღიურის შესახებ, მაგრამ ერთ ინტერვიუში აღიარა, თურმე საერთოდ არ ცნობია ანი, რითაც მშობლებს შვილებთან მეტი გულუწველი ურთიერთობებისკენ მოუწოდა. როცა ამ წიგნს ვკითხულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერთ უბრალო გოგონას ჩვეულებრივ პირობებში არ დაუწერია. იგი გამომწყვდელმა ადამიანმა შეთხსა, ავტორი ძლიერი, ზრდასრული პასუხისგებლობის მქონე პიროვნებაა, რომელსაც სტკივა, უხარია, უყვარს, ოცნებობს, ითხოვს შველას. ჩემ გარდა ვინ წაიკითხავს ოდესმე ამ წერილებს, ვინ დამეხმარება, როგორ მჭირდება დახმარება და ნუგეში. ხშირად სულით ვეცემი და ვერ ვახერხებ ვიყო ისეთი, როგორიც მინდა. ყოველდღე ვცდილობ თავიდან გამოვსწორდე. თავისუფლება დაკარგულს გალიაში დამწყვდეული ჩიტისთვის შეუდარებია თავი, რომელსაც ფრთები შეაჭრეს და გალიის კედლებს აწყდება სიბნელეში. გარეთ გამიშვით, გაჰკივის ჩემში ყველაფერი, მენატრება ჰაერი, სიცილი. შინაგანად გრძნობდა ომის დასასრულს, ვგრძნობ თავისუფლება ახლოსაა. 1945 წლის მარტის დასაწყისში ანე ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში უნახავს მისი ბავშვობის მეგობარს, ეკლიანი მავთულხლართების მიღმა მდგარს, მოკლედ თმა შეჭრილს, გამხდარს, თვალებში სიცოცხლის სიყვარული, სიამაყე და დიდი სიმშვიდე ეხატებოდა თურმე. ჩანს თავისი სულიერი სიმშვიდის წყალობით ციხეშიც თავისუფალი იყო. ანა და მისი და მარგო ამ ბანაკის გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალნენ მუცლის ტიფის დაავადებით. ფრანკების ოჯახიდან მხოლოდ ოტო ფრანკი გადარჩა. წლების შემდეგ ანას მიბაძვით ის მწერალი გახდა. რა დროც არ უნდა გავიდეს, მოვლენები როგორც უნდა გადაფასდეს. მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის წინაშე უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად რჩება. ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე, ოცნება და არსებობა მოუსპო. ბევრი დოკუმენტის გვერდით, რომლებიც აღწერს ამ არაადამიანურ სისასტიკეს, დგას ანე ფრანკის დღიური. სანამ სამყაროში მისი თანატოლები იარსებებენ, მისი დღიურის კითხვა არ შეწყდება. ანე ფრანკის თავშესაფარი ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო, რათა ანესთან ერთად შენც გადარჩე.